გამარჯობა და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ამ ვიდეოში განვიხილავთ თავზურგტვინის სითხის ვენურ ფისტულას, მის სიმპტომებს, დიაგნოსტიკის მეთოდებსა და მკურნალობის ვარიანტებს. რა არის თავზურგტვინის სითხის ვენური ფისტულა? თავზურგტვინის სითხის ვენური ფისტულა არის არანორმალური კავშირი თავზურგტვინის სითხის სივრცესა და ვენურ სისტემას შორის. ამ კავშირმა შეიძლება გამოიწვიოს მრავალფეროვანი სიმპტომები და საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. სიმპტომები. ამ მდგომარეობის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს თავზურგტვინის სითხის სივრცესა და ვენურ სისტემას შორის არსებული არანორმალური კავშირის სიმძიმის მიხედვით. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები, ზოგს კი უფრო მძიმე. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია თავის ტკივილი, კისრის ტკივილი, ტინიტუსი, ანუ ყურებში შუილი. პულსირებადი ტინიტუსი, ანუ ყურში გულისცემასთან სინქრონული რიტმული ხმაურის შეგრძნება. მხედველობის დარღვევები, კოგნიტური ფუნქციის ცვლილებები, გულისრევა და ღებინება, ასევე დაღლილობა. თავზურგტვინის სითხის ვენურ ფისტულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი და აღიქვებოდეს როგორც ზეწოლის ან პულსაციის შეგრძნება. თავის ტკივილი შეიძლება გაუარესდეს წოლისას ან დახრისას და შემსუბუქდეს წამოდგომისას. კისრის ტკივილი ასევე ხშირი სიმპტომია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს თავზურგტვინის სითხის სივრცეში წნევის მომატებით. კისრის ტკივილს შეიძლება ახდეს შებოჭილობა ან მოძრაობის შეზღუდვა. ტინიტუსი, ანუ ყურებში შუილი, კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომია. ეს შეიძლება იყოს მუდმივი შუილის ან ძუძუნის სხვა, ან შეიძლება იყოს პულსირებადი ტინიტუსი, რომელიც გულისცემასთან სინქრონული რიტმული ხმაურის შეგრძნებაა. პულსირებადი ტინიტუსი ხშირად გამოწვეულია ყურის გარშემო არსებულ სისხლძარღვებში წნევის მომატებით. მხედველობის დარღვევები ასევე ხშირია თავზურგტვინის სითხის ვენურ ფისტულის მქონე ადამიანებში. ეს შეიძლება მოიცავდეს მხედველობის დაბინდურას, გაორებას ან მხედველობის დაკარგვას. ზოგიერთმა ადამიანმა ასევე შეიძლება განიცადოს ფერთა აღქმის ცვლილებები ან მხედველობის ველის დეფექტები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კოგნიტური ფუნქციის ცვლილებები, როგორიცაა მეხსიერების, კონცენტრაციის ან მეტყველების გაძნელება. გულისრევა და ღებინება, ასევე დაღლილობა არის თავზურგტვინის სითხის ვენურ ფისტულის შესაძლო სიმპტომები. ნიშნულოვანია აღინიშნოს, რომ ეს სიმპტომები არ არის მხოლოდ თავზურგტვინის სითხის ვენურ ფისტულისთვის დამახასიათებელი და შეიძლება სხვა მდგომარეობებითაც იყოს გამოწვეული. თუ თქვენ გაქვთ რაიმე ამ სიმპტომთაგანი, ნიშნულოვანია მიმართოთ ექიმს სატანადო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.